Თედისონში მრგვალი მაგიდა კვლავ მიმდინარეობს. მთავრობის, პარლამენტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უცხოელ ექსპერტებთან ერთად გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების მოდელებს განიხილავენ. Როგორც შეხვედრის მონაწილეები განმარტავენ, მართლმსაჯულებაში უნდა შეიქმნას ისეთი მექანიზმები, რომელიც შერჩევით სამართალს გამორიცხავს და სისხლის სამართლის საქმის წარმოების მექანიზმებს ახვეწავს. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პროკურატურაში შესული საჩივრების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით არ გამორიცხავს ამნისტიასაც, რომელიც უცხოელი ექსპერტების მაღალი დონის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდება. საქართველოს სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ, იხილავენ შემოსულ საჩივრებს, სასამართლოებში წავიდა საქმეები, მაგრამ იმ 15 და 20,000 განცხადება საჩივარს, რომელიც სხვადასხვა უწყებებშია დაგროვილი, სისტემა ვერ მოახერხებს მის განხილვას ყველა მოქალაქის სასამართლომდე მიყვანას. ამიტომ დღის ეს სიხში დგას რაიმე ფორმის სამინისტრია, ოღონდ ძალიან კარგად დასაბუთებული. საქართველოს უნდა იპოვოს გამოსავალი, რომ მართლმსაჯულების სისტემაში შესული საჩივრების პრობლემა გადაწყვეტს. ერთადერთი გამოსავალია ისეთი სასამართლო სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. ასეთი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება ქვეყნის ეროვნულ გეგმად უნდა იქცეს. ადამიანებს უნდა შეეძლოთ საკუთარი უფლებების დაცვა. თავისთავად სამართლიანობის აღდგენა არ შეიძლება მოხდეს უსამართლო მეთოდებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ პროცესში კანონიერების პრინციპის დაცვა, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვა, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მაღალი ნდობა ყველა გამოძებული საქმესთან მიმართებაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ყველა ვიცოდეთ, რომ ერთი შეუძლებელი არის აბსოლუტურად ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა დადგეს, თუმცა მეორე მხრივ არიან ადამიანები, რომელსაც უფრო მეტი წილი პასუხისმგებლობის აღისლების შესაბამისად მათი მართავ დაკავშირებით და მათი მიმართებაში განსაკუთრებული მდგომები იქნება საჭირო.